მოგესალმებით. კოალიცია ცვლილებისთვის დღეს უგზავნის სპეციალურ მიმართვას ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ევროკომისარს გაფართოების საკითხებში, ევროკომისიის პრეზიდენტს და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროებს. როგორც იცით, 17 ივლისს კაია კალასმა გაავრცელა სპეციალური მიმართვა სირიის სახალხო ასამბლეისადმი, პარლამენტისადმი, ამას დღისერად მოყვა ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამისი განცხადება, რომ ისინი მზად არიან სირიის ახალ ხელისუფლებასთან მაქსიმალური თანამშრომლობისთვის, იმ ფონზე, რომ სირიის ახალმა ხელისუფლებამ უნდა გააუქმოს უკრაინის და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების საკითხი. ეს ქმნის პოლიტიკურ კონტექსტს, რომ ევროკავშირი მზად არის ეთანამშრომლოს და დაეხმაროს სირიის ახალ ხელისუფლებას, ოღონდ სირიის ახალმა ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს, მათ შორის უნდა გააუქმოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება და პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ამ ფონზე ივანიშვილის რეჟიმი უშვერი სიტყვებით ლანძღავს კაია კალას, უპირისპირდება ჩვენ ბალტიისპირელ ტრადიციულ მეგობრებს და პარტნიორად, სტრატეგიულ პარტნიორად აცხადებს ჩინეთის კომუნისტურ პარტიას, რომელიც არ ცნობს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ასევე ემორჩილება პირდაპირ კრემლს, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები. ჩვენმა კოალიციამ აქამდე არაერთხელ მიმართა სირიის ახალ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების გასაუქმებლად, მიმართა სირიის ელჩს გაეროში, რომელიც არის ოფიციალური საკომუნიკაციო არხი სირიის ახალ ხელისუფლებასთან, ჩვენ მქონდა შეხვედრა სომხეთში სირიის ელჩთან, ჩვენ ყველა საერთაშორისო შეხვედრაზე, როგორც ამერიკელ პარტნიორებთან, ასევე ევროპელებთან ვაყენებთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებულ ამ მნიშვნელოვან საკითხს და დარწმუნებული ვართ, რომ საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი გამოიღებს შედეგს და გააუქმებს სირიის ახალი ხელისუფლება აფხაზეთის და სამაჩაბლოს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას. ეს სულ რამდენიმე სიტყვით მინდა მიმართო საზოგადოებასაც და მედიასაც. როგორც იცით, ამ ქვეყანას ყავს საგარეო საქმეთა მინისტრი, ეგრეთ წოდებული, რომელიც ეფექტურ კონტროლს ახორციელებს ამ უწყებაზე და მას შემდეგ, რაც ასადის ხელისუფლება დაემხო სირიაში, ფაქტობრივად არაფერი გაუკეთებია იმისათვის, რათა საქართველოს სუვერენიტეტი ყოფილიყო დაცული საერთაშორისო არენაზე. წარმოიდგინეთ, აფხაზეთის ეგრეთ წოდებული საგარეო საქმეთა მინისტრი ახერხებს, რომ ორჯერ ჩასულიყო უკვე მთელი ამ პერიოდის მანძილზე დამასკოში, მათ შორის ერთხელ ალ-შაიმანისთან, ანუ ახალ საგარეო საქმეთა მინისტრთანაც მოახერხა შეხვედრა, ეს დასრულდა უშედეგოდ, მაგრამ ეს ვერ მოახერხა საქართველოს ეგრეთ წოდებულმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვერ მოახერხა ვინც გაეროში შეხვედრა, სადაც უკრაინელებმა მოახერხეს, მაგალითად ზელენსკიმ გააკეთა იქ ძალიან სერიოზული განცხადებები ალ-შარასთან ერთად, ვერ მოახერხა ვერც ის, რომ ეუთოს დეკლარაციას მაინც მიერთებოდნენ იმას, რომელიც იცავს საქართველოს სუვერენიტეტს, ქართლის წარმომადგენლები, რომელიც არ გააკეთეს ვინაიდან ასევე ქართლოსებს არადემოკრატიულ ნაბიჯებსაც აკრიტიკებდა ეს დეკლარაცია. ანუ ყველა ამ შემთხვევაში ყველა ეს საერთაშორისო გამოცდა ვერ ჩააბარა ქართლოსებმა კიდევ ერთხელ საქართველოს სუვერენიტეტის დაცვისთვის, რა არის უფრო დიდი ქართული საქმე, ვიდრე დაიცვა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს სუვერენიტეტი, ხო, საქართველოს სუვერენიტეტის მთავარი, ასე ვთქვათ, გამოწვევა დღეს. აი ეს არის კიდევ ერთი საკითხი, რაც მინდა გთხოვოთ, შევაწუხოთ ეს ადამიანები, ვაიძულოთ საგარეო საქმეთა სამინისტროს იმოქმედოს, ვინაიდან მაკაბოჭოიშვილი არაფერს აკეთებს გარდა იმისა, რომ თვითონ ხელს უშლის იმ თანამშრომლებს, რომელსაც კეთილს ესერად სურთ ამ საკითხის მოგვარება და ამის შესახებ ყველამ იცის და ყველა ლაპარაკობს. გთხოვთ, შეაწუხეთ ეს ადამიანები, შეარცხვინეთ ეს ადამიანები, ვინაიდან ისინი ხელს უშლიან საქართველოს სუვერენიტეტის დაცვას. მადლობა.